ახალი სტუდენტური სასწავლო პროგრამები და დაფინანსება განათლების სფეროში მიმდინარე და ახალი პროექტები უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ გააცნო. რეგიონში უკვე არსებულ სტუდენტურ პროგრამებს წელს 2 ახალი დაემატა. რა კატეგორიაში შეეხება ცვლილებები, ნახეთ ირინა ტუტუნავას რეპორტაჟი. მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებლები, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, უდედმამოები და დედით ან მამით ობლები. სტუდენტები, რომლებიც ჩამოცულ კატეგორიებს მიეკუთვნებიან აკადემიური განათლების პირველ საფეხურს, ბაკალავრიატს უფასოდ გაივლიან. ახალი სასწავლო წლიდან უმაღლეს სასწავლებლებში მათ სწავლას აჭარის მთავრობა დააფინანსებს. გრძელვადიანი პროგრამა სტუდენტებს დღეს რეგიონის პირველმა პირმა გააცნო. მიზანი არის ერთი, რომ ყველა მისარგებლოს. ეს მთავარი არის მართლაც, რომ ყველა სოციალურ დაუცველს, ყველა სტუდენტს კონდეს საშუალება, რომ მიიღოს ამ პროგრამაში და მიიღოს განათლება. ჩვენი პრიორიტეტია იყო და არის და იქნება ეს განათლება და მაქსიმალურად მინდა შევეცადო, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ. იმიტომ რომ ის დაფინანსება, რაც აჭარის ბიუჯეტიდან ხორციელდება ბათუმის უნივერსიტეტზე, საზღვაო აკადემიაზე, სხვადასხვა დაწესებულებებზე, მიზანი არის ერთი. მიზანი ერთი, რომ რა თქმა უნდა მაქსიმალურად მისცეს საშუალება ყველას მიიღოს განათლება. არ უნდა იყოს განსხვავება მხარსა და ბავშვს შორის, არ უნდა განსხვავება საცხოვროდ, როგორც ცხოვრობთ, ამიტომ ყველას უნდა მისცეს საშუალება და სამწუხაროდ კიდევ არის პრობლემა. ეს პრობლემები იყო ძირითადად დაფინანსების კუთხით და მთავრობა მიიღო ყველანაირად და გაითვალისწინა მათი მდგომარეობა, რომ მაქსიმალურად ხარი დაუჭირდეს. ყველა ჩვენთაგანისათვის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის გაცნობა, რადგანაც მოგვეცემა საშუალება მთავრობის დაფინანსებით გადავიხადოთ მათ ჩვენი სწავლის გადასახადი, ჩვენ კი ის გადავჩენია, რომ მხოლოდ ვისწავლოთ, ვიყოთ წარმატებული სტუდენტები, რაც გამოუდება ჩვენს ქალაქს, ჩვენს რეგიონს და მთლიანობაში გამოგვადგება თითოეულ ჩვენთაგან. სტუდენტების დახმარების მიზნობრივი პროგრამის ბიუჯეტი 9 მილიონ ლარში ადგენს. თანხა 200 სტუდენტზეა გადანაწილებული და თითოეული მათგანი წლიურად 2500 ლარს მიიღებს. პროგრამა ხანგრძლივია, თუმცა დაფინანსების მოსაპოვებელ სტუდენტებს ბრძოლა ყოველწლიურად მოუწევთ. მათ სწავლის საფასურს აჭარის მთავრობა პროგრამით მხოლოდ თითო წლით დაუფარავს. ახალი დაფინანსების მოსაპოვებლად კი მათ რეგიონის განათლების სამინისტროში განცხადებების ხელახლა შეტანა და მაღალი ქულების მოპოვება მოუხდებათ. თუ კონკრეტულ ადგილზე მაგალითად დედმამითობელ ბავშვებზე ის ვინც პირველი კურსელი იქნება გამოყოფილია 10 ადგილი, თუ შემოვა მეტი განცხადებები, რა თქმა უნდა მიექცევა ეროვნული გამოცდების ქულას, თუ ჩარიცხულია სტუდენტი, ასეთ შემთხვევაში მიექცევა უმაღლეს სასწავლებელში მიღებული ქულებს. და ვისაც უფრო მაღალი ქულა იქნება, დაფინანსდებიან ის სტუდენტები. ეს კეთდება იმისათვის, რომ ჩვენ მოტივაცია მივცეთ სტუდენტებს, რომ ბევრი იმუშაონ საკუთარ თავზე და განათლების ხარისხი იყოს მაღალი. ეს არის ყველა სტუდენტის მოუცველი, ვინც სწავლაზე ორიენტირებული და ეკონომიკური პრობლემა გააჩნია. იმავდროულად სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახი, ფაქტიურად არ რჩება კატეგორია სტუდენტის, ვისაც სწავლა უნდა სწავლობს და მას რაიმე პრობლემა შეექმნას. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი სტუდენტების მიერ იქნება გათვალისწინებული. კიდევ ერთი ახალი პროგრამა, რომელიც წელსვე ამოქმედება ტურიზმის განათლების განვითარების მიზნობრივი პროგრამაა. იგი ტურიზმის საბაზრო კვლევის შედეგებზე საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეფორმირებას ითვალისწინებს. აჭარის მთავრობის დაფინანსებით რეგიონის განათლების სამინისტრო სტუდენტებისთვის უკვე ახორციელებს უცხოეთში სტაჟირების მიზნობრივ პროგრამას. იგი ევროპის რეგიონთა ასამბლეის გაცვლით პროგრამას ევროოდისეას ემყარება და რეგიონში 2006 წლიდან მოქმედებს. მის ფარგლებში სტუდენტებს კვალიფიკაციის ამაღლება ევროპის 8 ქვეყანაში შეუძლიათ. პროგრამით 80-ზე მეტმა ახალგაზრდამ უკვე ისარგებლა. ეს ინიციატივა და პროგრამები, რომელსაც მთავრობა ახორციელებს და აპირებს მომავალში განახორციელოს, მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მინდა აღვნიშნო ის სტაჟირების პროგრამა და ის ინიციატივა, რომელიც მთავრობის მიერ არის მოწოდებული სტუდენტებისთვის, საზღვარგარეთ სტაჟირება. ეს მომავალში მოგცეს კვალიფიცირებულ პროფესიონალებს, სპეციალისტებს და სასკეთო იქნება და წარმატებული იქნება როგორც ჩვენთვის, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისაც. უცხოეთში სტაჟირობის გავლის მსურველებისათვის ერთ-ერთი მთავარი პირობა კი უცხო ენის ცოდნაა. აჭარის მთავრობა დაინტერესებულებისათვის ენის შემსწავლელ სპეციალურ პროგრამასაც ახორციელებს. რეგიონის მინისტრთა კაბინეტის ინიციატივით გასულ წელს განათლების ფონდი შეიქმნა. პროგრამაში ჩართვა 18 წლის ასაკიდან აჭარაში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. გარდა ამისა, წელს სტუდენტებისა და იმ პირებისათვის, ვისაც უცხოეთში სწავლის გაგრძელების სურვილი აქვს, TOEFL-ის შემსწავლელი კურსებიც დაიწყო.